მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უკვე რანჩო ვარიანიდან. როგორც წინა ეპიზოდში ლიკა მახსენა, ჯირით იმისი ერთ-ერთი შიში იყო და დღეს, რა თქმა უნდა, თვალში ჩავხედავთ ამ შიშს. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური პარტნიორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი QNT, რომლის შეძენასაც შეძლებთ Aversis ნებისმიერ ფილიალში, ასევე Vortex Fitness-ი და რანჩო ვარიანი. ნაკრავ ფეხს, სადღაც თბილისთან უნდა გავაჭრო. კი, აუცილებლად მარტო დავუკრავ მე კაცო. გაგჩენ კარგაიჩო. მაგის იმედი მაგ. მოდნამ თიმო განხანდა. აი ეგრე უკენჩო. ხო არ გეშინია. არა, რა ვიცი, ცოტა მეშინია, მაგრამ ფეხები და უთრემუთებზე არაფერი ჩაიქვა. ხო. 7 ცხენია, ხო? ანუ ეხა მე რო დავიჭირო ეგ აღვირი, ცოტა მეშინია, მაგრამ ხო, არ მგონია რომ ეხა გაიქცეს. სამ და გაიქცეს, კაცო, აგერ არის ყველგან არის კედლები საწავა. რა საბობ ეს გაგიჭერთ ლიკა. კი. დავდე ხვალ ვილს რომ ვეძებთ ახალ მონაწილეს. ეს ხერმა წაიყვანა. ხო, ანუ ბავშვობაში გამიწაცა ცხენმა თქო ტყუის კი არო ამბო. დაიქირე. ხელეთ უნაგის არ მოგიდო. არა? აი, ხო, მიფიქრე, ვიღაცაო ხელდენდი და. ხო. დავაჭარდა. ეხა ფეხი უნდა შემოვარტყა და გავიქცე. არა, არ გავიქცევი. ეს სადღაც იქეთ მიდის და მე მანქანის ტარება კი არ ვიცი. აუ, ახლა თქვენ მე მგონი უნდა დამეხმაროთ რომ გავაჩერო? დავაჭარდა. წადი. სად მიგიხარ? რა ქვია? ნიშაი? ნიშა. მაგრამ ნიშა არ აქვს. მოდი ახლა მობრუნდი. ლიკა რა სიტყვია? ძალიან მაგარია. მე რო გავუშვა ხელი. აფრინდები ეს. არა, სწრაფად უწავა არ მინდა. არა, იმიტომ აკეთობისას გავაკეთოთ ეგ, აკეთობისას. მარტო გადავუხოთ. არა, მეშინია, ხო. აქეთ მოდი. ვაი. ვაი, მეშინია კამარდა. კაი, ვეცდები. გაჩერდი ბლე. რა შიშების დაძლევა შიშებით მიდიო. მე ცოტა შემეშინდა. რომლისა? ჯერ ბიჭი დაჯდეს და მე ისე რო დაგეხმო როგორც შიკაი. აი მოდი ხო დაგეხმო. მოფერება შეიძლება თუ არა ნაკლებად. მოდი აქ. ვაიმე, მოდი. მე თვალა. ხო, რა მომეზიო. მოდი. აი, ხაცა შეუშლი. არ ვიცი, გაგიჟებული ვარ, აღთვალებული ვარ, ყველაფერი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით აი ცხოველებთან ურთიერთობა, გარემო, ეს ყეხები, ტბა, მართლა აღთვალებული ვარ და დღეს რო გავიღვიძე რაღაცნაირად ისეთ ხასიათზე ვიყავი რა. ცოტა რო გეზარება სადღაც გასვლა და ეხა ისეთ ვარ რომ როდის ჩამოვალ უკვე გეგმავ ჩემს ქონებაში და ვისთან ერთად, იმიტომ რომ მართლა საოცარი გამოცდილება იყო ყველაფერი. თან არ მეშინოდა, მაგრამ რაღაც მომენტებში ძალიან შემეშინდა. მაგრამ საოცარი, ხო, კი, აი ოდნავ რომ ფეხი ააჩქარა ცხენმა და მეც ვაიმე რაღაც ეგეთ და თავი აწია უბრალოდ და მაგ მომენტში მეთქი რა ხდება. ხო და არა, ძალიან საოცარი განცდაა და უბრალოდ აი მართლა მინდა რომ ეს კიდე ხა მაინც სეირნობა იყო ცხენით და ის არა, აი მართლა ჯირითი რასაც ნიშნავს და ის რომ შენი საერთოდ არანაირი შიში რო არ გაქვს, ეგ უეჭველი უნდა გამოვცადო ცხოვრებაში. კი, სხვათა შორის მალე დაემატებაო უფრო დიდი საჯირითო სივრცე და მე ვფიქრობ რომ მანდ მეც ჩამოვალ. თავიდან გეგმა იყო რომ მე უნდა გამოგყოლოდი და კითხვები იქაც უნდა დავესწავლო. კი, აი ზუსტად მაგას შევძლებდი რომ სახეთი ჯექი რომ მეთქი არა წავიდეს თავის გაკეთდეს. მაგრამ საოცარი გამოცდილებაა და აი ეს ადამიანი არის უსაყვარლესი, ვინც არიან იქ იმდენად მზრუნველები და არანაირი შიშის საფუძველი მართლა არ იყო. ანუ ეგ ვიცოდი რაღაცნაირად. შენ რო ახსენე რომ აი
ეს სიზარმათის მომენტი მქონდაო, მე განვიტვირთე და რაღაცაო, ზოგადად ეგ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა, სამსახური და ვარჯიში ორივე გარკვეულწილად სტრესია ადამიანისთვის რა. და ეხლა ხედავ, ცოტა რომ ჩაჩილავდი და უფრო ისე ლაითად და ისე ხარ რა და აი, საოცარი განწყობით ვარ ეხლა დღეს და იმდენად მართლა დადებითი ემოციებით ვარ სავსე, რომ არ ვიცი, ძალიან კაია მართლა. ვარჯიშზე რა სიტყვი როგორ მიდის? ვარჯიში საოცრად, ანუ მართლა ძალიან კარგად მიდის. იმიტომ რომ ეხლა შევდივართ ყველაზე ესეთი ტონუსის მომცველ ეტაპზე, უკვე აი ბოლომდე კონცენტრირებულად რომ უნდა მივიდეთ თან ჯგუფური ვარჯიშების დაგვემატა და აი ყველაზე საინტერესო ეტაპი არის ეს შეგუების რა, სტრესის. კი, ეხლა ვარ ზუსტად იმ ეტაპზე, როცა უკვე რომ უმუღამებ და უკვე რაღაც რომ მოგწონს კიდევაც რა ნელ-ნელა. კი, მესმის. ხო, აი მაგ ეტაპი მაქვს და რა ვიცი. ხო, ანუ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. ეგ ყველაფერი გამოჩნდება. ძალიან მიხარია ეგ ყველაფერი და თავიდან რომ ცოტა ესე იყო და რომ აი არც ისე მარტივი არის, ეხლა უკვე უფრო მეტად კომუნიკაცია გვაქვს, ვიდრე ვარჯიშზე კონცენტრაცია და ეგ ძალიან კარგი არია. თავიდან წარჯომობდი. თავიდან ხო იქ მაყურებელსაც ვეტყვი რომ აი თავიდან კატა დაძაღლებით ვიყავით რომ ეს კენი აი ესა და ეს, მაგრამ ეხლა უკვე პროცესიც სასიამოვნო არის ორივესთვის და იდეაში მაგის ჩვენებაც მინდა და მაგის ისიც მინდა რომ აი პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს როგორ უგებთ რომ ხანდახან შეიძლება შენი პერსპექტივით უნდა დავინახო სიტუაცია, ხანდახან მე ჩემი პერსპექტივით უნდა დავინახო ეგ სიტუაცია რა. რაღაცეა დავაახლოვეთ ჩვენი აზრები და კი, უკვე ერთ ბილიკზე მივდივართ რაღაც მიზნისკენ. საბოლოო ჯამში ალბათ რანჩოვარიანიდან სულ ეს იყო. ეს გარემო რომ მომწონს, მაგას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ. ძალიან დიდი მადლობა სტაფს, გადავუხდი. და ჩვენ უკვე დარბაზიდან დაგიბრუნდებით. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ ვართ Vortex Fitness-ში, ისევ ფეხის დღე გვაქვს აფრიკასთანაც. ძავაბედრიერი ვარ დღეს. მოიცა, გააგზელე, შენ გააგზელე. აბა, მოხდა. ეგ არის? აუ, ეხლა ხო კარგი არის. გონი წინაზე 40. აუ, ხადავ რა, ხელა ძრა გქონია და მე 25 რატო ჩავწერე. მაგარია, წინაზე ცარიელ წონაზე იძახდა, რამ სიმძიმე არისო და ეხლა 60 კილოს წევთ. თავის წონას იმენა ეთამაშება. ერთ მეორე ჩემ წონასაც დავამატებ და ეგა. რა პრობლემაა? მე ანუ თავს კი არ ვიყავ. მე დამატებებზე პრობლემა არ მაქვს. ძალიან კარგი არის. თან ბულგარიანები რო წავამატებ, ეგ წინა ვიდეოში არ იყო. ეხლა ბულგარიანებს ვაკეთებთ გიჟივით. მიდი. ეგ არის. ძალიან კაი ხარ. ოკეი. სხვათა შორის ახლა აქ თავიდან ხოლმე წვივი მეჭიმებოდა. ეხლა აღარ გეჭიმება. ახლა აღარ მეჭიმება. ხო, ანუ ნელ-ნელა უნდა ისა მოდუნებას რომ მიხვდები. ძალიან კარგად ჭიმავს მე ჰამსტრინგს და ლამაზია მე ფეხის ფორმაც. ან 5 კილო საკმარისი არის მენდე. შვებულება არ მეკუთვნის? მე? მე? არა. მე არა. არა შვებულება ვერ ხედავ 60 კილო, 100-მდე უნდა ავწიოთ. ახალი ტარგეტი გვაქვს. ორგანიზაცია უკეთესი რო გაქვს ხედავ. კი. კაია. ალბათ შემდეგში აი მოჭიდებით გარეშეც ვწდი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარჯიში, ქალების შემთხვევაში მით უმეტეს. ბულგარიანები ყველა მეცის ალბათ, მაგრამ ჩემი საყვარელი ADT არის twist. მუხლი არის მართკუთხედზე, რაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წინ ან უკან რო წავიდეს ტრავმა არის. წელი ჩასვლისას წინ მიდის, სწორდება, რაც საჯდომს ჭიმავს და სკვიზავს და პლუს ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ხრებიც მოძრაობს. ეხლა ლიკა ჩასვლისას მხარს შიგნით წევს, მე ამოაქვს. რაც დიაგონალურად მოკლედ საჯდომის კუნთებს აწვება რა და საბოლოო ჯამში 360-ით მთლიანად საჯდომის კუნთები იტვირთება. ეს არის იდეალური ვარჯიში საჯდომისთვის. ხიდთან ერთად თუ იქნება დუეტში, დახურავს ყველაფერს. მეტი არც იქნება საჭირო. როგორი იყო? დავიყალე. არ დავიყალე. ეს ეგ სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ არსებობს. ეს არა მოჭრა. საერთოდ ჩამისვი. ეხლა უნდა ვცადო ისე აი ამაზე მოჭიდების გარეშე თუ გამოვიდა ბალანსი.
უნდა გამოგივიდეს მესამეჯერ აკეთებ და პროსტა ხანდახან გაგექცევა ხოლმე. ხო. კარგია, ნელ-ნელა მაგასაც დაამუღამ. სხვათა შორის ეს რო გააკეთო ბოტასის გარეშე, ხო. უფრო უკეთესი იქნება. იმიტომ რომ ფეხი სტაბილიზაციას თავისით ბევრად უფრო მარტივად ახდენს. ვამაყობ შენითაც და ჩემი თავით, რა თქმა უნდა. პირველად წამოგწდა ეგეთი რაღაც და იმიტომ რომ პროგრესი არ მახსოვდა ამ ხელა რო იყო. ლიკას სავარჯიშო წონები საგრძნობლად გაიზარდა. ფულბადი სისტემამ უკვე ფიდბექი მოგცა და გვითხრა, რომ ნერვულ-კუნთოვანი კავშირი უკვე შედგა. აქედან გამომდინარე სისტემა იცვლება და ახალი იქნება upper lower, რაც გულისხმობს, რომ ხან გვექნება ზედატანის დღე, ხან გვექნება ქვედატანის დღე. თუმცა მრავალფეროვნებისთვის ზედატანის და ქვედატანის ორ სხვადასხვა ვარიანტს გამოვიყენებთ. ანუ ზედატანის დღე 1, ქვედატანის დღე 1, შემდგომ შევცვლით ზედატანის დღე 2, ქვედატანის დღე 2. მომემატებინა წონები და დამავიწყდა. ოპა, ვაიმე, მალე. მიდი. ეხლა შენ თუ გონია კეთყვი არ დაამატოთ ხო? ვიცი რომ არ მეტყვი, იმიტომ ვამატებ ხოლმე შენთან. შენ ხო იტყვი მე რომ მე მაინც შევძლებო და ამიტომ არც ვკითხულობ ხოლმე. ეს ქალების თავდაჯერებულობა ჩემს წყალზე ასხავს თუ ჩემს წისქვილზე ასხავს წყალს. ის არის 100 კილო და წევს 80-90 კილოს და შენ 55 კილოზე წევ 70 კილოს და სახეს მაინც აკონტროლებ. ანუ რამდენად ჯიუტები არიან ქალები რომ აზრი არ აქვს. აჰა. ეგა. მაგას. ნახე ხა ის ფეხი წინ გადმოიტანე. ეს აი ეს. და გვერდზე. ოღონდ ეს ცოტა მოხრილი ხო? ხო, ცოტა მოხრილი რომ მუხზე არ წავიდეს ტრამვა. მიდი. აი ეგა. ეს არის გამზიდველი. თავარი დატვირთვა მიდის ფეხის გარე ნაწილზე და საჯდომზეც გადადის დატვირთვა. მიყვარს ეს ვარჯიში, იმიტომ რომ არა მარტო კუნთზე მუშაობს, მყესებზეც მუშაობს და კონცენტრაციის უნარს და ფეხის დაჭერას მოკლედ კარგად ასწავლის რა. თორე სტანდარტულ ტრენაჟერს შეიძლება გაკეთებო. მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ჩემი არხი უნდა გამოიწერონ, ზარიზღილაკს ხელი დააჭირონ და ყოველ ხუთშაბათს 8 საათზე დაელოდონ იდეალურ ვიდეოებს რობის და ლიკას შესახებ, ხო? აუცილებლად. რა თქმა უნდა, აბა. ესეთი სილამაზე კაცი ვარ და მაგას რომ მოვიტყო, როგორ არ უნდა დამიჯერონ. პატიოსნო დაკეთებს საქმეს და ძალიან დიდი პროგრესი აქვს. წინაზე მეუბნებოდა რომ არ მაქებო. მე მოსწავლეებს იშვიათად ვაქებ, მაგრამ პროგრესირება არ მაქებ ხო არ ვითქვამს. აბა. რატომაც? ვიდი, კარგია, დაიღალა ფეხი უბრალოდ. აკონტროლე, კარგია. კარგია. ვაიმე ორი. ერთიც. ხო აწყობთ რომ დავღალე. ვერ დავიღლები, ვერაო. არ აღიარებს, მაგრამ ეს წონა მძიმე იყო. ჩემს წისქვილზე დაასხა წყალი. ეს არის მომზიდველი. თუ გამზიდველი მაგალითად ფეხის გარე ნაწილს ურტყავდა, მომზიდველი ურტყავს შიდა ნაწილებს, როგორც გითხართ, ანუ ზომაზეც კი კარგად მუშაობს, მაგრამ უმეტესწილად ქალების შემთხვევაში ზომაზე არ ვამუშავებთ და მუშაობთ იმისთვის, რომ ესთეტიური ფეხები გქონდეთ რა. იმიტომ რომ მხოლოდ კვადრიცეპსი და ჰამსტრინგი თუ ავარჯიშე, ფეხი სიგრძეში გაიზრდება, მაგრამ სიგანე იქნება უშნო. ეს წრეზე მოკლედ ტონუსში მოიყვანს კუნთებს და ის იდეალური კანიც ზუსტად ამ ვარჯიშებით მოდის რა. რა თქმა უნდა, აბა. მე უკვე ვხედავ ჩემს ფეხებზე შედეგს. ანუ კარგი რო ვარ ხედე, ანუ თვითონაც აღიარებს, უბრალოდ პირდაპირ არ ამოვსწრები, რომ რა თქმა უნდა. მაგას ჩემი პირით წინაზე წინაზე რო აპლოდისმენტები ლიკას დაუკარი, ახლა ჩემ თავს დაუკრავ, სარკეში ჩემ თავს უყურებ და როგორია ლიკა? ძალიან კარგი. მარტივ ვარჯიშია? ძალიან. დაუმატეთ წონა. ეხა მოვასწრო ბოლომდე თორე. დღეს არ დავუმატებ. მიდი. კარგია. აი მარტივია თქვა რომ ვიტყვი მე რა რწმუნდება. კაი. ეგა. რამდენია? ბოლო. აჰა. ეგა. всё. ნახე რა ხდება ეხა რა. შევლებოთ კვებას მოყვებით. კი. აკას შემდგომ ორ კვირაში ჩვენ ვამატებთ შენ საყვარელ ვარჯიშებს, იოგას და პილატესს ჯგუფურებზე, ანუ უნდა გამოჩნდეს კიდეც როგორ მიდიხარ და გადავიღებთ, მაყურებელსაც ვანახებთ. კვებას ჯერჯერობით ჩვეულებრივად მივყვებით და მალე ჩითმილიც გვექნება. ჩითმილზე არ ნერვიულობ, უფრო პრობლემა არ არის. ჩემი იოგაზე როგორ დავდივარ, ეგაა პრობლემა. ეგეც მალე იქნება. აჰა. აბა, შიდობიანი დღე გეცოცხო. მივიძად.
ახლა კი მინდა მოგიყვეთ ყველაზე გამოკვლეულ დანამატზე მსოფლიოში, რომელიც არის კრეატინი. ხელში კი მიჭირავს Q&T-ის კრეატინ მონოჰიდრატი, რომელიც გვთავაზობს 200 ტაბლეტს. და საერთოდ რა არის კრეატინი? კრეატინი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმშიც გვხვდება და ისეთ პროდუქტებში, როგორიც არის მაგალითად საქონლის ხორცი. მისი ფუნქცია მარტივია, კუნთს აძლევს ენერგიას ხანმოკლე ძალისმიერი ვარჯიშის დროს, სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს. თუმცა ზუსტად ესაშენებს ჩვენს კუნთებს. ამ პოზიციას კი ამყარებს ISSN-ის ოფიციალური დასკვნა, რომელიც თავის თავშივე მოისაზრებს 680-ზე მეტ კვლევას ჩატარებულ 12,800-ზე მეტ ადამიანზე. მოდით პირდაპირ დავამსხვრევთ კრეატინზე არსებული მითები, რომლებიც არაერთი არსებობს და პირდაპირ გეტყვით, რომ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ჯანმრთელ ადამიანზე კრეატინს უარყოფითი უკუჩვენებები არ გამოუვლენია. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის რომ მისი მიღების პირველ კვირებში მცირე შებერილობას და დისკომფორტს იგრძნობთ კუჭში, რომელიც რამდენიმე კვირაში გადაგივლით და სულ ეს არის. ასევე მინდა ხაზი გაუსვა MDPI-ის უმნიშვნელოვანეს კვლევას, რომელიც ადასტურებს, რომ კრეატინის დაბალი მარაგების გამო ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალების, ვეგანების და ვეგეტარიანელების შემთხვევაში, რადგან პირდაპირ მნიშვნელოვნად ზრდის, სტრესის და გადაღლის მიმართ მდგრადობას და კოგნიტურ უნარებს. როგორ მივიღოთ? დოზირება მარტივია. დღეში 3-დან 5 გრამამდე, ამ შემთხვევაში კი 3-დან 5 ტაბლეტამდე. შეგვიძლია მივიღოთ საკვებთან ერთად, ან ვარჯიშამდე 9 საათით ადრე. ხოლო სად შეგვიძლია შევიძინოთ ეს კრეატინ მონოჰიდრატი, შეგახსენებთ, რომ Q&T-ის ნებისმიერ დანამატი შეგიძლიათ იკითხოთ Hours-ის ნებისმიერ ფილიალში.